როდესაც დამპატიჟეს თქვენთან შეხვედრაზე, ფიქრობდი, რომელი თემა იქნებოდა აქტუალური და გმირის მოგზაურობაზე გადავწყვიტე საუბარი რატომ. იმიტომ რომ თითეული ადამიანი არის გმირი თავისი ცხოვრების მთავარი პერსონაჟია და ის გზა, რომელსაც გადის, მეტ-ნაკლებად წარმატებული თუ ძალიან წარმატებული მისი ისტორიაა. და ამიტომ ეს მეტაფორა გმირის მოგზაურობის, რომელსაც ძალიან აქტიურად იყენებენ ფსიქოლოგიაში, კოუჩინგში, პიროვნულ ზრდაში, კარგად ასახავს იმას, თუ რა ეტაპებს გავდივართ ჩვენ ნებისმიერ წარმატებას, როდესაც ვაღწევთ, ნებისმიერი მიზანი, როდესაც გვაქვს და რა შეიძლება იყოს დაბრკოლებები ამ გზაზე. აქედან გამომდინარე, მე პატარა სლაიდებიც მოვამზადე და რითიც უნდა დავიწყოთ არის საერთოდ განმარტება იმის თუ რა არის წარმატება. და სანამ განმარტებას ჩავთავაზ, მინდა რომ თქვენ მე მგონი არ გესმით ხო ესედაც? ხო. მინდა რომ თქვენ დაფიქრდეთ თქვენთვის პირადად რა არის წარმატება, იმიტომ რომ როგორც არ უნდა განვმარტოთ ეს ყველაფერი, ჩვენი წარმატება გვაქვს. და რა არის ჩვენთვის წარმატება, იქიდან გამოვდივართ ხოლმე და მე ეს განმარტება მომწონს. მე მომწონს, როდესაც წარმატება არ არის მხოლოდ გზა, როდესაც წარმატება არ არის მხოლოდ მიზანი, რომლისკენაც მივდივართ და არ არის მხოლოდ ჩემი პირადი, არამედ ჰარმონიაშია გარე სამყაროსთან და იმ ადამიანებთან, ვისთანაც ერთად ამ გზაზე გარკვეულ ეტაპებს გავდივარ, შესაბამისად ეს ვერსია მე მომწონს, თქვენ კი თქვენს პირად წარმატებაზეც დაფიქრდით. ერთი ესეთი ამოცანით მინდა შემოვიდე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და კარგად ასახავს იმას, რა შუაშია საერთოდ გარე სამყარო და იმ ადამიანების ჩართულობა, ვინც ჩვენს ირგვლივ არიან, როდესაც ჩვენს პირად ისტორიას და ჩვენს პირად წარმატებას ვაღწევთ. მოკლედ ისტორია ასეთია. მოხუცი მამა ძალიან ავად არის, იმდენად ავად არის, რომ არ იცის ხვალ იქნება თუ არა და ორი ქალიშვილი ყავს. ორივე ქალიშვილს ძალიან უყვარს მამა და რა თქმა უნდა ძალიან უნდა ორივეს რომ მამისთვის გააკეთონ რაღაც კარგი. პირველი ქალიშვილი ეკითხება, მამა რა გინდა, რა გაგიკეთო, რა გესიამოვნება და შენ რო აკეთებ ფორთოხლის წვენსო, ის გამიკეთეო, მე მგონი ვიტამინები გამომადგებაო ეხლაო და მომაძლიერებსო. მეორე ქალიშვილი მიდის და მე რითი გასიამოვნოო და მეო ფორთოხლის კექს რო აკეთებ შენო, ის კექსი გამომიცხეო. მიდიან ქალიშვილები სამზარეულოში და აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ერთი ცალი ფორთოხალია, მეტი არა. როგორ ფიქრობთ, რომელია უფრო მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში? პირველი თხოვნა ფორთოხლის წვენი თუ მეორე თხოვნა ფორთოხლის კექსი? ფორთოხალი, რომლისგანაც გაკეთდება? ოკეი, მაგრამ მიზანი გვაქვს ორი. ერთი არის რომ გამოვაცხოთ კექსი, მეორე არის წვენი, ორივე მამისთვის არის. პრინციპში ორივეს რესურსი აქვს თანაბარი, მაგრამ ის რისგანაც კეთდება არის ერთი ცალი. ამ ამოცანაში, როდესაც გამომყავს მაგალითად ჯგუფის წევრები და ვთავაზობ რომ გაიყონეს ფორთოხალი, ხშირად კონფლიქტები იწყება, ან ის ვინც უფრო სუსტია თმობს. ცედრას გამოიყენება ნაცვლში და ზუსტად ეს არის, როდესაც ჩვენ თანამშრომლობთ და ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის მხოლოდ ჩემი წარმატება, არამედ ზოგადად წარმატებული საზოგადოება, ჩვენ ვპოულობთ ისეთ კომპრომისებს, რომელშიც ყველას შეუძლია რომ პიროვნული ზრდა განიცადოს. ამ შემთხვევაში ფორთოხლის კექს ცედრა ჭირდებოდა, წვენს კი გული და თუ კი ჩვენ შევხედავთ არა მხოლოდ პირადი პოზიციიდან, არამედ მთლიანობიდან ყოველთვის ვიპოვით ისეთ სიტუაციებს, სადაც ვიღაცა ჩემს ფორთოხალს ცედრას მოაცლის, რომ მე უფრო მარტივად გავაკეთო წვენი. და რა თქმა უნდა გზა არის წარმატება არის თვითონ მიზანი, იმიტომ რომ იმ გზაზეც გარკვეულ ეტაპებს გავდივართ. თუმცა იმისთვის რომ ეს გზა დავისახოთ, დავიწყოთ, შევასრულოთ და შემდეგ ვიზეიმოთ ის წარმატება, გარკვეული დაბრკოლებები ჩნდება ხოლმე ჩვენში და ეს არის ის 4 ძირითადი შიში, რომელიც როგორც წესი ძალიან ადრეულ ასაკში გვიყალიბდება და რომელიც რეალურად მერე ძალიან გვაფერხებს.
პირველი ეს არის ოცნების შიში. წარმოიდგინეთ ბავშვი, რომელიც ოცნებობს, რომ ეყოლება მანქანა, ან რომ გაიზრდება დედიკოს უყიდის მანქანას, ან სადღაც იცხოვრებს დიდ ლამაზ სახლში და ამ დროს გარემო და მისთვის მნიშვნელოვანი ზრდასრულები რას ამბობენ? უფრა სისულელეებს ამბობდე და როდის შეძლებ შენ ამას, კარგი რა ჩერჩეტი ხარ და სულელი. და თუ ამას ბავშვი განიცდის, ის თანდათან სწავლობს ქვეცნობიერის დონეზე, იმიტომ რაც უფრო პატარები ვართ, მით უფრო ნაკლები გვაქვს კრიტიკა და მით უფრო ავტორიტეტული არის გარედან მოსული აზრი, რომ ჩემი ოცნება არის გასაკრიტიკებელი, ან შეიძლება დავისაჯო ოცნების გამო და სადღაც შინაგანად ჩნდება ესეთი ბლოკი, მოდი აღარ ვიოცნებო, მაგრამ თუ ოცნება არ შეუძლია ადამიანს, მაშინ მას არ შეუძლია ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია წარმატების გზაზე, ეს არის ხედვა. და ალბათ ყველას გიმოგზაურიათ, ან საქართველოში, ან საქართველოს საზღვრებს მიღმა, პირველი მოგზაურობის პირველი ეტაპი არის დავინახო ქვეყანა, სად მინდა წავიდე, ქალაქი, რომელშიც მინდა ვიყო, ის ადგილი, ვიცოდე რისთვის მივდივარ და ასე შემდეგ. ხედვა ეს არის პირველი ეტაპი წარმატების გზაზე და თუ მე არ გამაჩნია ხედვა, თუ მე აკრძალული მაქვს ხედვა, იმიტომ რომ ოცნება ოდესღაც დასჯადი იყო, მაშინ მე ვერასდროს ვერ წარმოვიდგენ იმას, თუ როგორი წარმატებული შეიძლება ვიყო, იმიტომ რომ ვერ ვიოცნებე ვერასდროს. რაც არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ოცნება საკმარისია ჩვენს წარმატების გზაზე, თუმცა ეს არის სტარტი, რომლითაც იწყება. თუ მე არ გამიჩნდა ფიქრი, მოდი აბა წარმოვიდგინო, რომ მე ეს შემიძლია. მერე უკვე ვეღარ გადავალ შემდეგ ეტაპზე. შემდეგ ეტაპზე კი ფიასკოს შიში ჩნდება. ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი რაღაცეების კეთებას იწყებს, მაგალითად ხატავს და ვიცით, რომ ბავშვი 3-4 წლის ასაკში ძალიან პრიმიტიულად ხატავს. თუ ამ დროს, ოღონდ მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იმან წარმოიდგინა, ანუ ოცნება შეუძლია, წარმოიდგინა, რომ ეს რაღაცა მრგვალი ბურთი დედა. მიდის და ამბობს, დედიკო, დაგხატე. და ამ დროს რას ამბობს დედა? ფუ, რა სისულელეა, კარგი რა, ეხლა რა არის ეს? ამ დროს ბავშვი იმას კი არ იგებს, რომ უკეთესად უნდა ვხატავდე დედის პორტრეტს, არამედ მთავარი მესიჯი არის ის, რომ შენ რასაც აკეთებ, არ არის ღირებული და ფასეული. ის, რაც შენ მოიფიქრე და შემდეგ შესრულება დაიწყე, ამის ძალიან ცუდია. ან მაგალითად ბავშვი რაღაცას აფუჭებს, იმიტომ რომ ძალიან დიდი აზარტით ხატავს დივანზე და ეს დივანი რა თქმა უნდა ფლომასტერებს ან საღებავს ვერ უძლებს და შესაბამისად ის მისი კეთება შემდეგ დასჯადი ხდება. იგივე ხდება სკოლაში, მაგრამ რაც უფრო ადრეული ასაკია, მით უფრო მარტივად გვიყალიბდება ეს შიში. რა გვიყალიბდება ჩვენ? დაწყების ბლოკი გვიყალიბდება და უამრავი ადამიანი არსებობს. მეოცნებე აი აქ ძალიან კარგად აქვს ხედვა ხოლმე, მილიონი იდეა აქვს, როგორ შეიძლება მიაღწიო წარმატებას, მაგრამ როდესაც უნდა აიღოს ტელეფონი და დარეკოს, როდესაც უნდა გააგზავნოს საკუთარი CV, როდესაც უნდა გამოვიდეს სახლიდან და შესრულებაში, ანუ უკვე მატერიალურ სამყაროში გადმოიტანოს ის თავისი გეგმები, მას უჩნდება ფიასკოს შიში, იმიტომ რომ იცის, რომ ფიასკო ძალიან მტკივნეულია. თუმცა თუ გადავხედავთ წარმატებული ადამიანების ისტორიას, უამრავი ფიასკოს შედეგად აქვთ ხოლმე მიღწეული წარმატება და პრინციპში გამონაკლისები არის ის, ვინც პირველივე მცდელობით რაღაცას აღწევს. პირიქით, უამრავი აღმოჩენა, ეს არის სხვა რაღაცა პროცესის ფიასკო, უბრალოდ ადამიანმა შეხედა ამას არა როგორც წარუმატებლობას, არამედ როგორც იმის შესაძლებლობას, რომ მოდი ახლა აი აქ როგორ შემიძლია, რომ ეს ყველაფერი გავაკეთო და ჩემ დასრომ ფორთოხლის ცედრა მოვახსნევინე, ეს ჩემი ფიასკო კი არ არის, მე უბრალოდ რაღაც მარტივად გავაკეთე ის, რასაც ვაკეთებ ხოლმე. შემდეგი შიში ეს არის განსჯის შიში. აქ ჩნდება დიდი ბლოკი იმის, რომ მე ვერ შევასრულებ ბოლომდე. მე შეიძლება დაწყება შემეძლოს, მე გავაგზავნე CV, მე დავრეკე, მე გამოვედი და ავიღე ჩაქუჩი და დავიწყე მოქმედება, მაგრამ ეს მოქმედება რაღაცის შესრულებისთვის არის, ხო? ეს არ არის უბრალოდ კეთებისთვის. და აი ესეთ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად ბავშვს ხშირად ეუბნებიან, ყველაფერს იწყებ და შუაგზაში ტოვებ, ნუ იწყებ, იმიტომ რომ მიატოვებ შუაგზაში.
და ასე შემდეგ. ან არ უფასებენ იმას, რაც დაასრულა. ამ შემთხვევაში გვიჩნდება მსგავსი ტიპის შიში, განსჯის შიში და შესაბამისად ჩვენ ვერ ვასრულებთ ბოლომდე და ალბათ თუ გაიხსენებთ მათ შორის სტუდენტებსაც აქვს და არა მხოლოდ სტუდენტებს, უამრავი გახსნილი, დაწყებული პროექტი, სტატია, წიგნი, რომელიც თითქმის დასრულებულია. აი თითქოს იქ ოდნავ რაღაცა უნდა ჩავასწორო და უკვე შემიძლია რომ თქვა რომ მე ეს დავასრულე, გადავიდე შემდეგ ეტაპზე და აი პროკრასტინაციას რომ ეძახიან, ეს ირთვება და გადის თვეები, მერე შეიძლება წლები გადის და ადამიანს უამრავი დაუხურავი პროექტი უგროვდება. ერთის მხრივ საშინელება არის ის, რომ ეს პროექტები არ დასრულდა და ადამიანმა ვერ იზეიმა ის წარმატება, რომლისკენაც მიდიოდა, თუმცა მეორე ძალიან ცუდი რაღაცა ჩნდება, ადამიანს უგროვდება გამოცდილება და ძალიან დიდი ფრუსტრაცია, რომ მე ყოველთვის ვაკეთებ რაღაცას, ძალიან ბევრ შრომობ, ძალიან დიდ ენერგიას ვდებ და საბოლოოდ შედეგი არ დგება და ყველაზე ცუდი რა არის? ის გახსნილი პროგრამები, რომელიც თავში გვაქვს დაუსრულებელი პროექტების სახით, ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას, ჩვენს რესურსს მაინც მოიხმარენ ზუსტად ისე, როგორც კომპიუტერში გახსნილი დასახური პროგრამები, რომელსაც აღარ ვიყენებთ, მაგრამ თუ კი ჩართულია და თუ კი არის ელექტროენერგიის მიწოდება, გარკვეული რაოდენობით ენერგიას მოიხმარენ. და მეოთხე ეს არის კონფლიქტის შიში. როდესაც ბავშვებს ადარებენ და ეუბნებიან, აი შენი ძმა უფრო ჭკვიანია, ან შენი და უფრო ლამაზია, ან იმას უფრო კარგად გამოზდის, აი შეხედე ნინიკო უფრო კარგად მღერის, აი შეხედე გიორგი უფრო ძლიერი და თავდაჯერებულია და ამ დროს ბავშვს შეიძლება შეუძლია ეს ყველაფერი, მაგრამ მუდმივად უჩნდება განცდა, რომ აიხლა მე ამას რომ დავასრულებ და გამოვიტან საზოგადოებაში, აუცილებლად მიხვდება ყველა, რომ ჩემზე უკეთესებიც არსებობენ და არც ისე ძვირფას საქმეს ვაკეთებ. ანუ თვით გაუფასურება ხდება, იმიტომ რომ მე ვისწავლე, რომ ის, რასაც მე ვაკეთებ, ფასეული არ არის ძალიან ადრეულ ასაკში. და ეს შიში დასრულებას უშლის ხელს. ფაქტობრივად მე თუ დავწერე ეს სტატია ბოლომდე, მე ეს სტატია უნდა გამოვაქვეყნო. ადამიანები, რომლებიც ეს აგროვებენ დასრულებულ პროექტებს, მაგრამ არ აქვეყნებენ, არ იყენებენ, თუნდაც თანხა შემოდის და იმ თანხას ვერ ხარჯავენ შემდეგ და რაღაცა აქვთ შეგროვებული, როგორც წესი, ეს არის კონფლიქტის შიში, იმიტომ რომ მე არ ვარ საკმარისი იმისთვის, რომ ამ საზოგადოებამ მიმიღოს როგორც წარმატებული წევრი საზოგადოებისა. ეს არის ის სამი შიში, რომელიც ჩვენში არის. რა უნდა გავაკეთოთ, თუ კი აღმოვაჩინეთ საკუთარ თავში ან ახლობელში რაღაცა მსგავსი შიში. ძალიან მარტივად შეგვიძლია სუბიექტურად 1-დან 10-მდე შევაფასოთ, რამდენად ძლიერია ესე თუ ის შიში ჩვენში. რატომ? იმიტომ რომ როგორც ნებისმიერი სხვა ნეგატიური მდგომარეობა, ის სხვადასხვა სიღრმის შემთხვევაში სხვადასხვა ინტერვენციას საჭიროებს. თუ კი ჩვენ შევაფასეთ და აღმოვაჩინეთ, რომ შიში ძლიერია 7-დან 10-მდე, ანუ საკმაოდ ძლიერია, ეს იმას ნიშნავს, რომ მატრავმირებელი სიტუაციის შედეგი, ანუ მოხდა ტრავმა ფსიქოლოგიური და ამ ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად მე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე, რომ მაგალითად არასდროს ვიოცნებო, ან არასდროს დავასრულო ის, რაც დავიწყე. ასეთ შემთხვევაში თვით დახმარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ საუკეთესო გზა პრაქტიკულად, იმიტომ რომ შესაძლებელი არის პატარა პროცენტით. საუკეთესო გზა არის ფსიქოთერაპია იმისთვის, რომ აი ეს ტრავმატული სიტუაციის ბლოკი, დრამა მოიხსნას და ადამიანმა გადააბიჯოს იმ ისტორიას და ახალი ისტორიის შექმნა დაიწყოს. ტრავმა არის ჩვენი მუდმივად დაბრუნება იმ სიტუაციაში, სადაც მსხვერპლად ვიგრძენით თავი და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა 5 წლის ვიყავი, როდესაც ტრავმა მივიღე, მაგრამ 30-40 წლის ასაკში ისევ 5 წლის ბავშვის ემოციურ მდგომარეობაში ვარდებით და ეს არ არის ადამიანის არჩევანი, ეს არის მისი გადარჩენის მექანიზმი, როდესაც ოდესღაც შექმნა და ამ გადარჩენის მექანიზმით აგრძელებს ცხოვრებას, იმიტომ რომ არ მიეცა შესაძლებლობა, რომ რაღაცა ახალი მოეფიქრებინა, მარტივად გეტყვით.
ეხლა თქვენს წინაშე ვლაპარაკობ ძალიან მშვიდად, თუმცა ჩემი პირველი არაფსიქოთერაპიული განხრით შეხვედრა უნდა ყოფილიყო ვიტამინებზე უნდა წამეკითხა პრეზენტაცია და გავშეშდი, ენა მიეკრო სასას, ამიკანკალდა ხელები და ბოლოს გამიყვანეს, იმიტომ რომ სიტყვა ვერ თქვი და აი მან გამიმართლა, იმიტომ რომ ეს დიდი ხნის წინ იყო და კარგ ფსიქოთერაპევტთან მოხვდი. დავინტერესდი როგორ შეიძლება რომ აი იმ ისტორიას აი ესეთი შედეგი დღეს ჩემში გამოეწვია და მე იმდენად მომეწონა ეს სფერო რომ შევცვალე ყველაფერი. დერმატოლოგი ვიყავი. ოდესღაც უბრალოდ არც კი გავხდი. შემზღუდავი რწმუნებულებები. ეს არის ის თვითჰიპნოზი, რომელსაც მუდმივად საკუთარ თავს თავში უტრიალებთ და ეს არის ის რწმუნებულებები, რომელიც ოდესღაც მივიღეთ როგორც ჭეშმარიტება, რაღაც სიტუაციის გამო, 7 ქულაზე გითხარით და მე აღარ გითხარით. 6, 5 ან 4 თუ არის ჩვენი შიში. ამ შემთხვევაში ჩვენ ძალისხმევის ჩადების შედეგად მივიღებთ წარმატებას. ანუ უნდა გავწეროთ განრიგი, უნდა დავჯდეთ და მობილიზდეთ, უნდა დავაძალოთ საკუთარ თავს რაღაცეების გაკეთება და თუ კი სხეული ქვეცნობიერი იგრძნობს, რომ ეს უსაფრთხოა, დაგვემორჩილება და წამოყვება. ტრავმის შემთხვევაში არ გვემორჩილება, პირიქით, კიდევ უფრო მსხვერპლის როლში ვარდება. აი თუ კი შიში არის სადღაც 4-დან ზემოთ, ეს იმაზე არის მხოლოდ საუბარი, რომ ადამიანს ან არასაკმარისი რესურსი აქვს, ან არასაკმარისი ხედვა იმის თუ როგორ გადალახოს და ელემენტარულად სხვადასხვა გზიდან მიდგომით უბრალოდ იპოვის იმას, რომელიც დაეხმარება. თუმცა პირველი რა თქმა უნდა არის აღმოჩენა ამ შიშის საკუთარ თავში და გაცნობიერება რომ მე თურმე აი ეს მაბრკოლებს. გადავედით შემდეგზე, შემზღუდავი რწმენა წარმოდგენები. შინაგანი დიალოგი, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს იმიტომ რომ ჩვენ ოდესღაც სწავლობდით როგორ გავხდეთ სოციუმისთვის მისაღები ერთეულები. მაშინ, როდესაც სოციუმს ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა, მაგალითად 5 წლის ბავშვი თუ მიატოვა ოჯახმა და სოციუმმა ვერ გადარჩება, ძალიან გაუჭირდება საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფა, ამიტომ 5 წლის ასაკში ჩვენთვის სოციუმს უკიდეგანად დიდი მნიშვნელობა აქვს, სასიცოცხლო მნიშვნელობა, შემდეგ კი უკვე სასიცოცხლო მნიშვნელობა იკლებს. ხო და ზუსტად ამ ასაკში ჩვენ უსმენთ ყველაფერს, რასაც ლაპარაკობს ჩვენი სოციუმი, ჩვენზე, საკუთარ თავზე, ქვეყანაზე და სხვა დანარჩენ რაღაცეებზე და ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ანუ ვიწერთ ერთგვარ ნუსხას იმის, რა შეიძლება, რა არ შეიძლება, რა უსაფრთხოა და რა საფრთხის მომცველი. და ჩვენი შინაგანი რწმენა წარმოდგენები, აი ახლა რომ გამოგკითხოთ, ყველას გექნებათ ინდივიდუალური. კულტურალურად კი გვაქვს ბევრი მსგავსი, ხო, აი ფული ხელის ჭუჭრია, შემზღუდავი რწმენა წარმოდგენა, რომელიც იმ დროიდან მოდის, როდესაც არ იყო კარგი თუ კი ადამიანს ექნებოდა ბევრი ფული, მერე კიდე რაღაცები მოუნდებოდა და ასე შემდეგ. და ბევრი სხვა რწმენა წარმოდგენა. თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური, იმიტომ რომ მე თუ გავიგე, მე თუ მასწავლეს რომ ფული ხელის ჭუჭრია, მაშინ ეს ჩემი რწმენა წარმოდგენაა, მაგრამ თუ ადამიანს ამას არ ეუბნებოდნენ, მაშინ არ ექნება რა თქმა უნდა. ხო, შეჩვეული ჭირი შეუჩვეულ ხინს ჯობიაო. და როგორც კი მე ვიწყებ რაღაცა შეუჩვეველისკენ სიარულს და ნებისმიერი წარმატება არის ოდესღაც ის რაც არ ვიცოდი რა არის და არ მქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე წარმატებას აღარ ვეძახით, ხო, ანუ უბრალოდ რუტინული ცხოვრება. ეს რწმენა წარმოდგენები იწყებენ ჩვენში გარკვეულ თვითჰიპნოზს, ანუ ირთვება და მუდმივად გვესმის ეს ხმა შიგნით. ეხლა პირველი, ეს არის უიმედობასთან დაკავშირებული რწმენა წარმოდგენები, როდესაც ადამიანი მაგალითად თვლის, რომ საერთოდ შეუძლებელია წარმატება. ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად სამყაროში, ამ კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ კონკრეტულ სპეციალობაში შეუძლებელია იყოს წარმატებული, საერთოდ არავის არ შეუძლია ეს, ნახეთ? ეს ყველაზე მძიმეა, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ტოტალურად შეუძლებელია და თუ კი მე იმ სოციუმის ნაწილი ვარ, მე ამას ტრანსლირებ და ხედავ ვიღაცას, ვინც რაღაცას იგბედავს და ვამბობ,
ეს ხო შეუძლებელია რას აკეთებ და თითქოს ერთგვარ მუხრუჭს არა მარტო შინაგანს, არამედ უკვე სხვა ადამიანისთვის ვაკეთებ. უნარობა არის შემდეგი ფენა, როდესაც კი შესაძლებელია ზოგადად საქართველოში წარმატებას მიაღწიო ტვინით, მაგრამ მე არ შემიძლია, მე არ გამომივა. კი შესაძლებელია იშოვო ფული პატიოსანი გზით, მაგრამ მე არ შემიძლია, მე ვერ ვიპოვე ეს გზა, მე არ მაქვს უნარი. ან ქალს არ შეუძლია იყოს ხელმძღვანელი. ან ბიჭს არ შეუძლია ითამაშოს რაღაც იმის გოგოებთან ერთად და ასე შემდეგ. ანუ უნარი არ უნდა გქონდეს ამისი, იმიტომ რომ თუ ეს უნარი გაქვს, მოგიწევს ამ ყოველფრის კეთება და ის ვინც გვასწავლის რომ ეს უნარი არ გვაქვს, როგორც წესი ცდილობს თითქოს ჩაახშოს ის პოტენციალი, რომელიც ჩვენში არის. ზოგჯერ სპეციალურად აკეთებენ ამას და ზოგჯერ ეს მოდის სრულიად შემთხვევით, იმიტომ რომ თავად აქვთ ეს რწმენა წარმოდგენილი. და ბოლო არის უღირსობა. კი შესაძლებელია და კი უნარებიც მაქვს. პრინციპში თუ დავიწყებ, გავაკეთებ, მაგრამ მე არ ვიმსახურებ ამას. მე არ ვარ ღირსი მქონდეს ესეთი შემოსავალი, ესეთი სტატუსი, ესეთი პოზიცია, ესეთი პირობები, ესეთი ოჯახი მათ შორის, ხო? და რატომ? იმიტომ რომ თუ მე მასწავლეს რომ არ ვარ ღირსი იმის, რაც მაქვს და ყოველჯერზე მეუბნებიან რომ შენ არ აფასებ, რასაც გიკეთებენ და შენ არ იმსახურებ იმას, რაც გაქვს და ასე შემდეგ. აი ეს რწმენა წარმოდგენები უკვე როგორც გარკვეული პროგრამები იწერება ჩვენში და როდესაც რაღაცა ახალი წარმატების შესაძლებლობა მოდის ჩვენს ცხოვრებაში, ირთვება ავტომატურად და მე ძალიან მიჭირს საერთოდ გავბედო და დავიწყო სიარული წარმატებისკენ. ახლა ესეთი კითხვა მაქვს, ვის ყავთ შინაგანი მქებელი? კრიტიკოსი ყველას ყავს. შინაგანი მქებელი ეს არის ესეთი ერთეული, რომელსაც როგორც წესი არ გვიქმნიან, იმიტომ რომ ითვლება რომ არ უნდა აქებდე დედის თვალი, მე შევაქებ სხვა არ შეაქებს, ჯობია მე გავაკრიტიკოს სხვა შეაქოს და ასე შემდეგ. მოკლედ შინაგანი კრიტიკოსი ბევრს ყავს და ეს არის ის ელემენტი, რომელიც ზუსტად აი ამ რაღაცეებს აპროდუსირებს შემდეგ ჩვენს გონებაში და მილიონ სცენარს ქმნის, როგორი წარუმატებელი შეიძლება რომ ვიყო, მაშინაც კი, როდესაც რაღაცა წარმატებული მაქვს. შინაგანი მქებელი ეს არის ის, ვინც შეგიძლიათ შექმნათ თქვენ თვითონ. და იმისთვის რომ შექმნათ, პირველი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის დაჯდეთ სახლში, კომფორტულად და მშვიდად და ჩამოწეროთ ფურცელზე ყველა ის წარმატება, რომელიც ცხოვრების მანძილზე გაქვთ მიღწეული. დაწყებული იმით, რომ სიარული ისწავლეთ და ლაპარაკი ისწავლეთ, ესეც წარმატება. თუ ფიზიოლოგიურად დაიბადეთ, დაბადებაც არის საკმაოდ დიდი შრომა და ეს არის ერთგვარი ჩვენი პირველი გამოცდილება A პუნქტიდან B პუნქტამდე გადასვლის, სადაც საერთოდ არ არის ცნობიერი. არც ერთ ბავშვს მშობიარობის პროცესში თავში აზრად არ მოსდის, იქნებ ზოგადად შეუძლებელია დაბადება. ან იქნებ მე არ ვარ ღირსი დაბადების. ან იქნებ აი მე არ შემიძლია და ვერ დავიბადები. არა, მიყვება იმ იმპულსს და იმ ინსტინქტს, რომელიც ჩვენში ჩადებულია. ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც მსგავსი ინსტინქტი გვაქვს. და აი მაგალითად, როდესაც ცხელ ჩაიდანს ხელს ვკიდებთ, ჩვენ არ ვიწყებთ ფიქრს, ალბათ 120 გრადუსია, ალბათ ახლა ხელი მეწვის, მოდი ჯობია ამწიო, ხო? ანუ სხეული თვითონ პოულობს იმპულსს, რომელიც ჩვენ იმ მოქმედებას გვაკეთებინებს, რომელიც იმ მომენტში არის მომგებიანი. თუ კი მე არ ჩავრთე შინაგანი კრიტიკოსი, შინაგანი მქებელი. დავჯექით და ჩამოვწერეთ ყველა ჩვენი წარმატება. ძალიან უმნიშვნელოც კი. იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო. ეს შეიძლება ახლა ვფიქრობ, კაცო, ყველა დადის, ყველა არ დადის. ყველა დაიბადა, ყველა არ დაიბადა. და ბევრი სხვა რაღაცა, რაც გქონდათ, მათ შორის სკოლაში ზეიმზე თუ კარგად შეასრულეთ სიმღერა, ან რაღაც სფეროში იყავით წარმატებულები, ეს თქვენი წარმატებებია. ჩამოწერეთ საცივს აკეთებთ გემრიელად საახალწლოდ. აი თქვენი საცივი ყველას უყვარს. ესეც წარმატება, იმიტომ რომ ოდესღაც არ იცოდით როგორ კეთდება, მე რაღაცა გააკეთეთ იმისთვის რომ გამოგსვლოდათ და მე დახვეწეთ. ანუ უკვე წარმატება.
მე ეს წარმატებები უკვე დაწერათ სასიამოვნოა, მაგრამ დაჭერით ესე, დაკეცეთ ლამაზად და ჩააგდეთ ქილაში და ქილას დააწერეთ ჩემი წარმატებების ბანკი. შეგიძლიათ ბანკა დააწეროთ, მაგრამ ბანკი ჯობია. ეხლა რას ნიშნავს? თქვენ ჩადეთ ინვესტიცია ბანკში და დაივიწყეთ. და რაღაც მომენტში იგრძენით, რომ აი რაღაცა იმედობა, უნარობა გაჩნდა კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. მიდიხართ ბანკში და იღებთ კრედიტს. კითხულობთ, ეს ხო წარმატებით გამომივიდა, კარგი, აკვირდებით საკმარისია თუ არა, თუ არ არის საკმარისი, კიდე იღებთ, მერე კიდე იღებთ და აუცილებლად გაჩნდება თქვენში აი ის შეგრძნება, რომ კაცო, ამდენი თუ შევძელი, ამასაც ალბათ შევძლებ და დაიწყებთ გზების ძებნას. აი შინაგანი მქებელი კი არის ტიპი, რომელიც ამბობს, დიანა, შენ ეს გამოგივიდა. იეი! და თავიდან შეიძლება საკმაოდ სუსტი იყოს ეს იმპულსი, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც თვითკრიტიკა, თავიდან სუსტია და მერე თუ კარგად გამომახვილეთ ყურადღება, პანიკურ შეტევამდე შეიძლება მივიდეს, ზუსტად ასე შინაგანი მქებელი თავიდან თუ ძალიან სუსტია, ტრიუმფის განცდამდე შეიძლება მივიდეს. ოღონდ ხიბლში არ ჩავარდეთ. არ დაგავიწყდეთ რისთვის ამოიღეთ ეს კრედიტი, იმიტომ რომ როდესაც ახალ საქმეს დაასრულებთ, იმასაც დაწერთ ფურცელზე და იმ ბანკში ჩააბრუნებთ უკვე ახალ წარმატებას. ეს საშინლად ჩანს ტექსტი, არ აუშავს. მოკლედ, გმირის მოგზაურობა ეს არის ერთგვარი ციკლი, რომელსაც გავდივართ ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრჯერ. და პრინციპში თუ როგორ შეიქმნა ეს მოდელი? ეს მოდელი შეიქმნა, როდესაც აკვირდებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის მითებს, ზღაპრებს და რა აღმოაჩინეს, რომ ყველა ზღაპარში თუ მითში მეტ-ნაკლებად ერთნაირ ისტორიას გადის გმირი და როგორც წესი იმ ზღაპრებში და მითებში გმირი თავიდან დიდ არაფერს წარმოადგენს და ზღაპრის ან მითის ბოლოს ზეიმობს თავის რაღაცა ესეთ წარმატებას და გამარჯვებას. და შეიქმნა ეს მოდელი, რომელსაც გმირის მოგზაურობა ქვია, რომელსაც კოუჩინგშიც იყენებენ და ჩვენც ახლა განვიხილავთ, როგორ ხდება ეს ამბავი. პირველი, ეს არის ყოველდღიურობა, ეს არის 12 საათი რო წარმოიდგინოთ ზემოთ. ყოველდღიურობა ეს არის ის, რასაც კომფორტის ზონას ვეძახით. ხო, ანუ კომფორტის ზონა არ არის ყოველთვის შეზლონგი, კოქტეილი, მზე და კოპაკაბანას სანაპირო. კომფორტი არის ის სიტუაცია, რომელშიც მე არ მჭირდება ფიქრი იმისთვის, რომ რაღაცა გავაკეთო. ანუ ყველაფერი ჩემთვის უკვე იმდენად ნაცნობი და ცნობილია, რომ მე შემიძლია ავტომატიზმის დონემდე გავაკეთო ნებისმიერი რამ. და ეს კომფორტის ზონა რეალურად ოდესღაც ჩემი რაღაც მიზნის შედეგია. ოდესღაც მე ვოცნებობდი იმ რეალობაზე, რომელიც ახლა მაქვს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს რეალობა უკვე გახდება ძალიან რუტინული და როგორც კი ხდება რუტინული, ჩვენ მას კომფორტის ზონას ვეძახით. კომფორტის ზონა, როდესაც გვიპატარავდება, ჩვენში ჩნდება ზოგში ემოცია ჩნდება, რაღაცა იმედგაცრუებს, რა ამისთვის ვიბრძოდი ამდენი წელი, რა მინდოდა. ზოგში შეიძლება რაღაც ფიქრი გაჩნდეს, რომ აი ხასაც წავიდე რა გავაკეთო, ეს აღარ მყოფნის, არ მომწონს და ასე შემდეგ. და ამ დროს მეორე ეტაპი შემოდის ჩვენი გმირის მოგზაურობაში, რომელიც მანამდე, რა ვიცი, სადღაც ფეჩზე ეძინა, იჯდა ნაცარს ქექავდა, ანუ თავიდან ყველაფერი აწყობდა, მაგრამ მერე გაიგო ძახილი და ეს ძახილი ზღაპრებში როგორც წესი გარეგანია, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში როგორც წესი შინაგანია, ანუ შიგნით ჩნდება რაღაცა მინდა გავაკეთო. და ზღაპრებში რას ამბობენ? მეფეო, ავადარიო და ვინც მოუტანს 64-ის ვაშლებსო, ის მიიღებს მის ქალიშვილს და ნახევარ სამეფოს საჩუქრადო. ანუ გმირი იგებს ძახილს და მასში ჩნდება კითხვა, მინდა რომ მე შემიძლია და იწყებს აი ეს მოგზაურობა იწყება აი ამ კითხვით. როდესაც მე შევიტანე ახალი ცვლადი ჩემს უკვე ისეთ ჩვეულ და რუტინულ რეალობაში. რას აკეთებენ ამ დროს ჩვენს ირგვლივ მყოფები? აი მაგალითად დავამთავრე უნივერსიტეტი, 4 წელი ძალიან ბედნიერმა ვიმუშავე
და გადავწყვიტე რომ მაგისტრატურაზე ხო არ ჩავაბარო, რას აკეთებენ? აუ, კაი რა. რადგან ხო მუშაობ. რა ეხა თავს იტკიებ, ამას ჯობია შვილი გააჩინო, ანუ მუდმივად ჩნდება გარედან რაღაც ესეთი უკეთესი იდეები, რომელიც აი ამ ჩვენი გმირის ძახილს თითქოს ანელებს და ზღაპრებშიც რას ამბობს გმირს დედა ეუბნება, რომ ეხა შენ წახვალო, ამ ვაშლებს ვერ მოიტანო და აუცილებლად მოკვდებიო და მე უშენოდ რამე შველებაო, ხო? მაგრამ ამ გმირს აი ეს სურვილი, ეს იდეა უკვე ზრახვაში გადაუვიდა და მან რა გააკეთა, მაგალითად დედას ჩაეძინა და ღამე ჩაიდო ერთი ნატეხი პური და ყველი, შეკრა ეს თავისი ტომარა და წავიდა დატოვა კომფორტის ზონა, ან დატოვა თავის სახლი და დაიწყო სვლა. თავიდან ძალიან მარტივად მიდის იმ მომენტამდე, როდესაც ნაცნობი ტერიტორიის საზღვარს მიუახლოვდება. რომელია ეგ ზღაპრებში? გალავანი, ან რაღაცა ტყე, ან უფსკრული და აი იმის იქით იწყება ეს ყველაფერი, ხო? და ეს ზღურბლი ჩვენშიც არსებობს. ზღურბლი მანამდე ჩემ თავში ვფიქრობ, ვოცნებობ და ვგეგმავ და როდესაც მე უკვე გადავედი იმ რეალობაში, სადაც ჯერ საერთოდ არ ვიცი რა ხდება. მაგალითად, მივიტანე საბუთები და ჩავაბარე გამოცდა მაგისტრატურის თუ კი მაგისტრატურის მაგალითს განვიხილავთ, ხო? ამ შემთხვევაში აი ამ ზღურბლის გადალახვის დროს ჩვენს გმირში უნდა მოხდეს დემონთან შეტაკება, ანუ აი პირველი ბრძოლა საკუთარ შინაგან შიშებთან. იმიტომ რომ თუ არ გადავლახე ზღურბლი, მაშინ ჩემი მოგზაურობა სრულდება ისე რომ ჯერ არ დაწყებულა და მე თუ არ გავაგრძელე, ან თუ არ ჩავაბარე გამოცდა, არ მივედი გამოცდაზე და ესეთი ისტორია ბევრია. ადამიანი ისევ იმ ქოხში ბრუნდება, ისევ იმ კომფორტის ზონაში ბრუნდება, საიდანაც დაიწყო მოგზაურობა, მაგრამ უკვე ფიასკოს განცდით და შესაბამისად შემდეგი სვლა იქნება ბევრად უფრო რთული. თუ კი შინაგან დემონს ვამარცხებთ და გადავდივართ უცნობ ტერიტორიაზე, აი აქ ძალიან საინტერესო რაღაცეები ხდება ხოლმე ჩვენი გმირების ისტორიაში. მაგალითად, დაინახა მოხუცი, რომელიც იგზის და ძალიან შიან, ძალიან ცივა და ზღაპრებში გმირი აი მერთნატეხ პურს უყოფს ხოლმე, ან თავის ქურთუქს აძლევს, ან ეხმარება რაღაცნაირად და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს საწყალი მოხუცი კი არა, კეთილი ჯადოქარია, ან იმ ადგილას კარგად გარკვეული და კარგად ადაპტირებული ტიპია, რომელიც ამბობს, რომ შენი სიკეთისთვის მე შენ მადლობას გადაგიხდი და არ ვიცი, აძლევს რაღაც გორგალს, რომელსაც გააგორებს და ზუსტად იქ მიიყვანს, სადაც ჭირდება. ან გაყვება, ან რჩევას მისცემს, ეტყვის, რომ ახლა შენ რომ გაივლი, იქ დაგხვდება 9-თავიანი დრაკონი, ეს დრაკონი დაგისვავს სამ შეკითხვას, თუ სამივე შეკითხვას ვერ უპასუხე, თავს მოგაჭამს და მე პასუხებს გეტყვიო. ნახეთ? ანუ ეს არის მენტორი, ადამიანი, რომელიც დგას ახალბედა მოგზაურის გვერდით, იმიტომ რომ მას უკვე აქვს გამოცდილება ამ ტერიტორიაზე სიარულის და მას აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენს გმირს ჯერ არ გააჩნია. და გარკვეული პერიოდი ზღაპრებში ეს მენტორი მიყვება გმირს, თუ დააკვირდებით, ხო, ეს მგელი იქნება, თუ ფასკუნჯი იქნება, თუ რაღაცა დათვი და ასე შემდეგ, ის გმირს მიყვება და თან გზა და გზა ასწავლის სიბრძნეებს, რომელიც იმ ახალი ტერიტორიისთვის ასათვისებელია, რომ არ დაიკარგოს და არ დაიღუპოს, ასე რომ ვთქვათ, ეს ჩვენი გმირი. მაგრამ აი სადაც 6 საათი ანუ ქვემოთ გვიწერია, რომ ეს არის სიკვდილისა და აღორძინების წერტილი. ზღაპრებში, როგორც წესი, ეს არის ადგილი, სადაც მენტორი ჩერდება და ამბობს, აქედან მარტო გააგრძელებ გზას. რატომ? იმიტომ რომ თვლის, რომ მან უკვე ასწავლა ყველაფერი, რაც შეეძლო და ახლა უნდა მოხდეს მთავარი ბრძოლა გმირის აი ამ მოგზაურობაში. და ეს ბრძოლა რა არის? ის რისთვისაც გმირმა საერთოდ დაიწყო ეს გზა. ანუ, მაგალითად, უნდა ჩააბაროს გამოცდა, ან უნდა აიღოს მართვის მოწმობა, თუ კი ეს გზა იყო მართვის მოწმობის ასაღები გზა.
თავიდან იოცნება მართვის მოწმობაზე, შემდეგ გამოაცხადა ოჯახში და უთხრეს ახლა ამის დრო არ არის, მერე მაინც დაიწყო სწავლა ამ ტესტების, მერე მივიდა ავტოსკოლაში, ეს არის ღურბლი მაგალითად, ხო, იმიტომ რომ იმას აკეთებს, რაც არასდროს გაუკეთებია, მაგრამ ინსტრუქტორი ყავს გვერდით, რომელიც ამბობს, რომ აი, აქეთ ჩააგდე, იქით მე მექანიკა მაქვს და ჩააგდე, ამოაგდე, იმიტომ ვამბობ, მოკლედ ასწავლის რა უნდა გააკეთოს, რომ და იმის შემდეგ რას ამბობს ინსტრუქტორი? წადი გამოცდაზეო. აი ეს არის ის გზა, რომელიც მე მარტომ უნდა გავიარო. ზღაპრებში ეს არის ყველაზე ბნელი, ყველაზე საშიში, ყველაზე ესეთი იდუმალი ადგილი, რომელშიც ჩვენი გმირი შედის და რატო ქვია სიკვდილისა და აღორძინების. ამ დროს კვდება ძველი ვერსია ჩვენი გმირის და იბადება ახალი, რომლისთვისაც ეს ტერიტორია უკვე აღარ არის ისეთი საშიში, აღარ არის ისეთი ამოუცნობი, როგორიც მანამდე იყო, იმიტომ რომ მან დამოუკიდებლად შეძლო აი ამ გზის გაგრძელება. როდესაც იმ გამოქვაბულიდან თუ იმ რაღაც ბნელი წერტილიდან, აი მაგალითად, 64 ვაშლი მოიპოვა, იმ სასახლეში მარტო შევიდა, მოიპარა ეს ვაშლები და გამოვიდა. ეს არის სიკვდილის და აღორძინების თემა. აი რომ გამოვიდა, მერე გვაქვს ნახეთ საჩუქარი და გამოცდა. საჩუქარი და გამოცდა, ეს არის ის ეტაპი, როდესაც ზღაპრებში გმირი მიდის ამ ვაშლებით და უცებად ვიღაც სფიერი შეხვდება და იტყვის, რა გინდა იქ მეფე და მისი ასული აქ დარჩიო. არ გინდა იქ წასვლა, აქ დარჩი, ეს არის ზუსტად იმ შერგების და იმ შედეგის მიღების დაბრკოლება, რომელზეც თავიდან ვილაპარაკეთ. თუ კი ეს გამოცდა ვერ ჩააბარა ჩვენმა გმირმა, შეიძლება შეფერხდეს და დიდხანს ვერ მივიდეს თავის დასრულების წერტილამდე. მაგრამ თუ გამოცდებს ვაბარებთ და თუ საჩუქრებს ვიღებთ, იმიტომ რომ საჩუქრები არიან ის ადამიანები, ის ახალი ნაცნობები, ის ახალი უნარები, რომელიც მე ამ გზაზე შევიძინე, აი ამ ყველაფრით ჩვენ ვბრუნდებით დაბრუნების წერტილში, რომელიც ზღაპრებში ისევ სახლში დაბრუნებას ნიშნავს, თუმცა, ანუ ისევ ის გალავანი უნდა გადალახოს, თუმცა ჩვენს რეალობაში ეს არის ისევ კომფორტის ზონად ქცევა იმის, რაც მანამდე იყო წარმოუდგენელი. აი მართვის მოწმობა რომ ავიღე, მერე შეიძლება რაღაც პატარა ავარია მომივიდა, მერე ძალიან ვინერვიულე, მაგრამ აუცილებლად მოვა მომენტი, როდესაც მანქანას ცალი ხელით ვატარებ, მოვდუნდი და პარალელურად შემიძლია მუსიკა ჩავრთო. არ ვამბობ რომ კარგია, მაგრამ მოდის ეს მომენტი, როდესაც ეს ოდესღაც უბრალოდ ოცნების დონეზე მქონე საქმიანობა ჩემთვის გახდა კომფორტული, მე ამას ვაკეთებ. და ზუსტად ამ დროს ადამიანი იღებს ოსტატობას და მას უკვე შეუძლია თავად გახდეს მენტორი იმ ადამიანის, ვინც ამ გზის დასაწყისში იმყოფება. და ამის შემდეგ იქმნება ლეგენდა. ზღაპრებში ესე ხდება, რომ ეს გმირი ხდება, მაგალითად ოლიმპზე ადის ჰერაკლეს შემთხვევაში და ასე შემდეგ და იქმნება ლეგენდა, რომელშიც სხვა ადამიანები ამოიკითხავენ იმას, რომ პირველი როგორ მიაღწია ამ წარმატებას, შესაბამისად ის რომ ეს წარმატება მიღწევადია და ასევე შეიძლება იგრძნონ შინაგანი ძახილი მეც ხომ არ ვცადო და ამ შემთხვევაში ეს ლეგენდა იქნება ბიძგი და ასეთი ადამიანი ოსტატობაში მყოფი ადამიანი როგორც წესი სიამოვნებით აძლევს რჩევას და ეხმარება სხვას, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი მისი წვლილი, რომელიც შეაქვს შემდგომ განვითარებაში და აუცილებლად მოვა მომენტი, როდესაც ყოველდღიურობად ექცევა ჩვენს გმირს ეს ისტორია და აღარ მოუნდება ის, რაც მანამდე საკმაოდ საოცნებო იყო და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი დაინგრა, ეს იმას ნიშნავს, რომ ახალ ძახილს დაიჭერს შინაგანად და ახალ განვითარების რკალზე წავა. ცხოვრების მანძილზე საკმაოდ ბევრჯერ გავდივართ ამ რკალებს, თუ კი შინაგანად კარგად გვაქვს საკუთარი იმპულსები გაცნობიერებული, ამას ვაკეთებთ მარტივად და სხვები ამბობენ ამას უმართლებს კაცო, ეს რაღაცნაირია და გამოზდის და თუ კი ნაკლებად გვაქვს სხეულის განცდები დაჭერილი და უფრო თავით მოძრაობთ, იქ მაშინ შინაგანი მქებელი გვჭირდება, რომელიც იტყვის მიდი
აუცილებლად გამოგივა და ეს მიდი აუცილებლად გამოგივა, ეს არის ის ჩვენი мотиваცია, ის ჩვენი შინაგანი ენერგია, საწვავი, რომლითაც მივდივართ. და კიდევ ერთი ზღაპარი უნდა მოგიყვეთ, ზღაპარი თუ ისტორია, ეს არის იგავი 3 ქვის მთლელზე. ერთი მოგზაური გზაზე მიდიოდა და 3 ქვის მთლელი დაინახა. და როდესაც დაინახა, კითხა, რას აკეთებთო? პირველმა თქვა, ამ წყეულ ქვებს ვამტვრევო. მეორემ თქვა, პურის ფულს ვშოვლობ. მესამემ თქვა, ტაძარს ვაშენებო. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობა ფიზიკურ დონეზე და ჩვენი საქმიანობა ემოციურ და მენტალურ დონეზე შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს. ფიზიკურად სამივე ერთი და იგივე საკეთებს, მაგრამ თუ კი შინაგანად შევთ, ხო, ანუ ეგზისტენციალური დონე არის ყველაზე მაღალი, რა შედეგს დავდებ და ეს არის ყველაზე ძლიერი мотиваცია ჩვენთვის. როდესაც მე სამსახურში დავდივარ იმისთვის, რომ ის, რა ვიცი, 6 საათი ვიჯდე იქ და წამოვიდე, ეს ერთი შინაგანი მდგომარეობაა და ერთი мотиваცია სამსახურში სიარულის, როდესაც მე იმისთვის დავდივარ, რომ ჩამერიცხოს თვის ბოლოს ხელფასი მეორე და როდესაც მე მივდივარ იმისთვის, რომ რაღაცა ახალი შევქმნა, რა სფეროშიც მოღვაწეობ, ხო? ეს არის мотиваციის მესამე დონე. პრინციპში მე მგონი მოვჭი. ხო, ეს ძალიან მომწონს და უბრალოდ საზრისისკენ სვლის იდეა. კითხვები თუ გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებდით.